ანუ ფიზიკურად ეს საჭირო გახდა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი შეიძლება სხვა რაღაცაში არჩევნებზე არ არის ბრძენი, მაინც და მაინც ამას აძლევს ხმას, იმიტომ რომ ეს ქართველმა ხალხმა ქნა. ამას თვითონ დაუჭირა მხარი, აი ამ სიგიჟეს რაც ახლა მოხდა. ეს არის ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელსაც 51 შემოხაზა. ხოცები ხო ამას აკეთებდნენ პერმანენტულად. ანუ ეს ხო აქამდე მივიდნენ. ახლა უბრალოდ ვერ გაძღნენ. ახლა არის პრობლემა გაძღომა. ბევრია, ანუ გაფართოვდა რა, ანუ საარჩევნო ადმინისტრაცია ხოცების გაიზარდა. მათ მეტი ფული ჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი ხალხი არჩინონ, მერე რომ მილიონი კაცი მიიყვანონ არჩევნებზე, საჭირო არის რომ ფული დაურიგო ამ ხალხს. აი 300 ლარს რო გირიგებდნენ ხალხო არჩევნების წინ, რო გირიგდებდნენ, ახლა მიდის თქვენი გაპარსვა. ეს გაპარსვა სხვადასხვა ფორმით ხდება, მათ შორის გაპარსვის ერთ-ერთი ფორმა არის აი ეს კონკრეტულად. ხო, თან ერთის მხრივ კამპანია მიმდინარეობს პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით. იქ ხო ცხადია ვერაფერი ვერ გაიაფთება, მაგრამ პროდუქტი მანქანა რატო არ არის? აი მანქანას რო აძვირებ. აძვირებთან როგორ? ანუ აძვირებ, გეგონება შენი ავტოწარმოება გქონდეს. ანუ ეს რეგულირებები ზოგადად გადმოღებულია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი რუსეთიდან. რუსეთმა გააკეთა ეს გამბაჟების უდიდესი, უბრალოდ ჩვენ ახლა არ გვაქვს იმაზე, ახალ მანქანებზე პირობითად და რაღაცაზე, მაგრამ რუსეთმა გააკეთა ეს პირველად. ანუ რუსეთმა საკუთარი ავტოწარმოება რო დაეცვა, ნივა რო ყოლოდა მას აქვს რუსეთის მოქალაქეებს და ლადათი რო ეარათ, ამისთვის გამბაჟების საფასური ხალხი რო პორშეს ყიდულობს, ერთი პორშეს ფული მთავრობასთან მიდის. ეს თავისი შინაარსით რუსული მეთოდია მანქანების რა. რომ დაიცვა თავისი წარმოება. იმას გასაგებია არგუმენტი კაცო. იქ თავისი მანქანების წარმოება აქვს იმას, უარგისი ცხადია, მაგრამ უარგის მანქანებს თავის მოქალაქეებს აყიდინებს და ცდილობს რომ ამითი დასავლეთის ავტოინდუსტრიასთან დამოკიდებულება შეამციროს. ჩვენი მიზანიც იგივეა. ჩვენც გვინდა შევამციროთ, რასაც მე ახლა ვუყურებ, დასავლურ ავტოინდუსტრიასთან დამოკიდებულება. მაგრამ ჩვენ ვისასარგებლოთ ჩინელების სასარგებლოდ და ასევე რუსების სასარგებლოდ, იმიტომ რომ იაფი მანქანა ახალი იქნება ან რუსული ან ჩინური. სხვა რა უნდა იყოს ახალი იაფი მანქანა, ახალი და იაფი ერთად, ორივე ერთად.